ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს რუსეთის საფრთხეს მხოლოდ ჩვენ მოვაფასებთ რეალისტურად და ყველა დანარჩენი ლაპარაკობს იმას, რომ არა ხალხო, რუსეთის საფრთხე არ არის. რატომ უნდა შემოგვიტიოს? რა დაგვიშავები? მოდი ჩვენ ვიაროთ ნატოსკენ. და აი როცა დადგება ჩვენი მიღების მომენტი, აი მაშინ გადავწყვიტოთ რაღაც ხალხო, ომი გქონდა მაგის გამო. აბა რის გამო დაგვარტყეს 2008 წელს? აბა უკრაინას რის გამო დაარტყეს 2014 წელს? ევროინტეგრაციის კურსის გამო არ დაარტყეს. აბა მეორე რის გამო არ დაარტყეს? ხო არ შეიძლება გაუთავებლად გაკვეთილებს ვერ სწავლობდე. მოდით დავიწყოთ საუბარი იმაზე, რა გვინდა იმ მენიუდან, რაც შესაძლებლობები არსებობს. კარგი სასამართლო, კი ბატონო, ყველას უნდა. თავისუფალი პოლიტიკური ველი. სინამდვილეში ახლა ყველანაირი რეალური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ცვლილებების დაბლოკვა ხდება ომის საფრთხეებზე მითითებით, იმიტომ რომ მართლა ომის საფრთხეს ქმნის პარტიების არსებული დაკვეთა, რომ რაღაცა სამხედრო ალიანსში უნდა შევიდეთ, რომელიც ავტომატურად ომს გულისხმობს. ამიტომ ჩემი აზრით, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ რას ვიზავდით? ეხლა ვამბობთ, რომ არანაირი ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობა არ არსებობს. არც არავინ ევროკავშირში ჩვენ არ მიგვიღებს და ვერ მიგვიღებს. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ამას არ ითვალისწინებს. ეს მცდელობები საერთოდ გამოსარიცხია როგორც არარეალისტური ბავშვური სცენარები და კორუფციასთან ბრძოლა, ნორმალური სასამართლოს შენება, ნორმალური მედიის შენება, დემოკრატიული არჩევნების ღირს წესრიგის ფორმირება. ამ ყველაფერზე მუშაობა და საუბარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან უნდა მიდიოდეს ცალსახად განცალკევებით გიჟური რაღაცა სამხედრო ალიანსების ინტეგრაციის იდეებისგან.